ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის. კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე. ეს რომ დაწერო, უკვე უნდა იცოდე რა არის სამქვეყნად შენი საკეთებელი. საიდან მოდიხარ, ან რა გინდა. თუ მურმანისნაირი ახალგაზრდები წავლენ ცხოვრებიდან, ეს ხომ ჩვენი გენოფონდია კაცო. ეს ხომ არის ის ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, ვინც უნდა მომავალი შექმნას მერე, ფიზიკურადაც და ყველანაირადაც კაცო. და ასეთი კაცი წავიდეს ცხოვრებიდან. ეს იყო მომავალი, ჩვენი აი აწყოთ მაგის იყო და მომავალი და ყველაფერი მაგის იყო კაცო. საწავიდა როგორ შეიძლება ესეთი რამე. როდესაც ურთიერთობა ქონდა მურმან ქართველი შვილთან, ეთის გზნობა გეუფლებოდა, რომ შენ თვითონ გიჩნდებოდა სრული, რომ ყოფილიყავი უკეთესი, უფრო მეტად ღირსეული, უფრო სერიოზული, უფრო მეტი პასუხისმგებლობის გზნობა ქონოდა. ანუ ის თავისი სიახლოვით, თავისი არსებობით უკვე ზეგავლენას ახდენდა ადამიანებზე. ამიტომ მისი დაკარგვა ეს არის დანაკარგი საქართველოსთვის. ერთადერთი რაც გვაანუგეშებს ეს არის ის, რომ მართალია მურმანი დაკარგა ამ ქვეყნიურმა საქართველომ, მაგრამ იგი შეიძინა ზეციურმა საქართველომ. მურმანი პირდაპირი და უკომპრომისო იყო. ყველაფერში გამორჩეულს რაღაც საოცარი ხიბლი დახვებოდა. ეს იყო კეთილშობილური სიამაყე, უშიშარობა, კარგის დანახვის და დაფასების უნარი, უღალატობა და რაინდული მანერა. მურიკო მიუხედავად მისი ასაკისა ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩემში პირადად და ძალიან დიდი მაგალითი მისცა ჩემი აზრით თავის თაობის ახალგაზრდებს. ეს იყო ვაჟკაცი, ქართველი კაცი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩემთვის ძალიან ძნელია დღეს მასზე საუბარი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საამაყო ვიცნობდი ესეთ კაცს, რომელსაც ასეთი თვისებები, ქართველობა, ვაჟკაცობა, ადაწესები და საერთოდ ყველაფერი რაც კი ქართულ კაცს უნდა კონდეს, ესე სისხორცილად ქონდა გათავისებული. საქართველოს მივიწყებული გმირების გაცოცხლება, მათი ცოცხალი შეგრძნება, მურმანის სულის შინაგანი არსის ნაწილი იყო. საოცრად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ გიორგი მეშიძეს სცენიური სახე ენახა უკვე ქართულ თეატრში და მე იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებლად გაკეთდება და საოცრად უცნაურად მეჩვენება ისიც, რომ ჩვენ მისი მამების თაობა, მის მამის მეგობრები დღეს ვფიქრობთ იმაზე, როგორ გავაგრძელოთ მურმან ქართული შვილის დაწყებული საქმე. ალბათ ძალიან იშვიათია მართლა ესეთი შემთხვევა, როდესაც 24 წლის კაცის დატოვებული საქმის გაგრძელება ესე უჭირს ფაქტიურად მისი მამების მთელ თაობას. რამდენი გეგმები ქონდა წინ, რამდენი შეუსრულებელი ოცნება. ეს უნდა განხორციელებულიყო, არა? ვერ განხორციელდა, ხო? ახლა სიცოცხლე მოაყდა ჩვენს ყოფას. ქართულ ყოფას. საყვარელ ქალაქზე გადაღებულმა კლიპმა ზუსტად გამოხატა ის ემოცია, რასაც გრძნობ და ვერასოდეს სიტყვი. საკმაოდ ცნობილი კლიპი გადაიღო და მეც მონაწილეობდი მაშინ ამ კლიპში და ნიჭიერი კაცი, ისეთი მონდომებული, ისეთი სიყვარულით და ისეთი მონდომებით მუშაობდა ამ კლიპზე და ამდენჯერ დამირეკა, არ ვიცი, ხან იქ წამიყვანა, ხან მოვიდა სახლში, რა არ გააკეთა, რომ მეც რაღაცნაირად თავისუფლად მეგრძნო თავი და მონაწილეობა მიმეღო ამ ძალიან კარგ კლიპში, რომელიც უკვე გაიცნო მთელმა საქართველომ და ძალიან ხშირად ხოლმე ტელევიზიითაც აჩვენებდა. კაცი საქმეში გამოირჩევა და თავის სიტყვას გეტყვის და რომ იღებდა ისეთი თავისუფლება, ისეთი
ისეთი სრული უფლება მომცა, რომ მე ჩემი თავი უკვე სახეობად ჩავთვალე. ნათელში იყოს მისი ხსოვნა და მისი საქმე გაგრძელებული იყოს, რომ მურმანი ხშირად და ხშირად მოიგონოთ ხოლმე. თბილისი მდებარეობს ზუსტად იმ ადგილას, სადაც მთავრდება უდაბნო და იწყება 64-დან. ისე იდეურად, ეხლა ყველა თბილისელისთვის მეც თბილისელი ვარ და ვინც თბილისელია. იმისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალაქი 64-ია და ყველაზე საყვარელი ადგილია. მურმანი უფროს თაობას განსაკუთრებით აფასებდა. მე დიდი ხანია მურიკოს თვითონ და ვიცი ძალიან კარგი ადამიანია ყველა წინაშე რომ გამოდიოდა სალამით იცოდა გვესალმებოდა კიდე თუ კი რაღაც ძალიან ისეთი კარგი შეხედულება და სტაბილურობა მქონდა მე პირადად რომ ძალიან მომწონდა როგორც კარგი ახალგაზრდა. თეთრი ვარდები და გაზაფხულივით აფეთქებული სოლოლაკი უყვარდა. ის სიყვარულისთვის ცოცხლობდა. თურმე ლექსებს წერდა. და კარგი ნორმალური ლექსებს წერდა. აი ერთი ლექსთაგანი აქ არის. წაგიკითხავთ რამდენიმე კუპლეტი არის. თვალი დახუჭე მომეცი ხელი. მინდა მოგიძღუნა ქვეყანა მთელი. გააცისკრონე გარემო ბნელი ჩემს სულს მოჰფინე სული ნათელი. ცხოვრების ტემპი ნაბიჯი ნელი ირგვლივ სიჩუმე ტრიალი ველი მუხლმოდ რეკილი წყალობას ველი ყურში ჩამესმის შენი სახელი. სიყვარულია შენი სახელი ფიქრის გონების ასე დამწველი ვით ალავერდის წმინდა კანდელი გზას გაგვინათებს უფლის სანთელი. ძალიან კარგი ლექსი. მურმანის მაგიდაზე დღესაც ხელუხლებელია ვაჟას და ქაქუცას ფოტოები. რვეული, სადაც მისი ლექსები და ჩანაწერებია. აქვეა მისი გალაქტიონი. სურათიდან კი სევდანარევი ღიმილით გვიყურებს ქართულად ანთებული თვალები. აქ დამთავრდება შენთვის უდაბნო. იქ გაიხსნება 64-ის კარი. შენ მძეჭაბუკად შერჩები თბილისს, როგორც ლადო და როგორც გურამი.